სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარის ეხმაურება, სადაც წერია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით. ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ტერორისტთან დაკავშირებით ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით. დადებითადაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე პირველადი რეაგირების განხორციელების კუთხით, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის რა თქმა უნდა ობიექტური შეფასება, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სამსახურებს შორის, ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ გრიგოლ გილოშვილს მინდა მადლობა გადავუხადო პირადად მისი წარმატებული ხელმძღვანელობისთვის. კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად კარგად მუშაობს ის ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ლიეტუამ და ესტონეთმა, რომლის ხელმძღვანელიც ახლა ხელმძღვანელზე თქვენს არ შეუშვება საკუთარ ქვეყანაში. აი ეს არის სამხარეს დგას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც აქ საერთაშორისო სამართლის დამღები არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით საქართველოში რადიკალურ აქციაზე, ოპოზიციის აქციაზე იღებდა მონაწილეობას და მეორე მხარეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტი და ანალიზი და შეფასება, რომელიც საბოლოო ჯამში, სადაც საბოლოო ჯამში რეალობას თვალს ვეღარ აცდენს ხოლმე.